მოგესალმებით ახალგაზრდებო, სპეციალად თქვენთვის უნდა ჩავწერო ვიდეო ლექციები ცისკოზე. გავქნა სხვა გზა და გამოსავალი არ მაქვს, თუმცა ძალიან მეზარება. იმედია ხელოვნურ ინტელექტს გითხავთ და როგორ გადმოიწერთ, თუმცა ან გადმოიწერთ ცისკო პაკეტ რეისეს, უნდა დალოგინდეთ ცისკოს ასე ვთქვათ საიტზე, ლოგინი უნდა გააკეთოთ. და მე გადმოწერთ, სხვანაირად ვერ გადმოწერთ. ეს Cisco packet tracer-ი Windows-ზე ყენდება, macOS-ზე და ასევე Ubuntu-ზე. ანუ სხვა Linux-ებზე არ ვიცი, Ubuntu-ზე ვიცი რომ დგება უეჭველით. აი დანარჩენი არ ამგონია. მაგალითად Debian 13-ზე დავაყენე, მაგრამ არ იმუშავა. მოკლედ პრობლემებია. უმეტესობას Windows-ები გაქვთ, ამიტომ პრინციპში პრობლემა არ უნდა იყოს. მოთ გავხსნათ ახლა ეს ჩვენი ეს არის Cisco packet tracer-ი. აქ მე ოფციებში ვიძრომიელი, პრინციპში ბევრი არ მიზრომიელია, მაგრამ აქ არის ფონტები და აი აქ შეგიძლიათ გაადიდოთ ეს. ახლა მე თქვენთვის სპეციალად გავადიდებ აი ამ ფონტებს, რომ აქ ვიდეოში კარგად გამოჩნდეს ეს ყველაფერი. და მოდით ახლა აი განვიხილოთ აქ არის Excel-ის დევაისები, ანუ მოწყობილობები, აქ არის კომპიუტერები სხვადასხვა. აქ სხვა კომპონენტები, ეს არის უკვე connection-ები, ანუ ეს არის უფრო გადაბმა, აი სხვადასხვა ტიპის კაბელები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აქ ბევრია რა ყოველ შემთხვევაში ეს. მოდით ახლა ჯერ კომპიუტერებიდან დავიწყოთ. აი ეს კომპიუტერზე რო გადართავთ, აი აქ არის რამოდენიმე ვარიანტი, საკმაოდ ბევრი ვარიანტი აი ხედავთ. და მოდით ავიღოთ PC კომპიუტერი. დავდოთ 4 ცალი. და ავიღოთ კიდე აი ლეპტოპიც გვაქვს. არის კიდევ სერვერები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მოდი, პრინციპში ორი დავთხოვოთ, არ გვინდა ეს ამდენი. და გადაბმა ახლა ეს რო შევაერთოთ აიქონას შეხვიდეთ და ეს არის ავტომატური გადაბმა ეგ მონიტორს, ანუ ეკრანზე მიიტანთ, დააჭერთ და აი მას ეკრანზე მიიტანთ და დააჭერთ. აი всё, მოკლედ ამათ შორის ფიზიკური კავშირი არის, მაგრამ მოკლედ პაკეტების გადაგზავნა, გადმოგზავნა ჯერ ვერ ხერხდება. და ერთი მიზეზი აქვს მაგას. ეს არის კონფიგურაცია. აი ეს არის კომპიუტერი, ეს არის ჩართვა კომპიუტერის. აი ხედავთ, შეიცვალა. აი ეს არის უკვე ანუ ეს არის გამორთვა, ჩართვა. აი გამორთეთ, ჩავთეთ. ხო, აი კონფიგურაცია აქ არის. და Fast Ethernet 0 არის ზუსტად ეს კონფიგურაცია. ახლა აქ არის DHCP, არის ავტომატური IP მისამართების მინიჭება, მაგრამ ჩვენ გვინდა სტატიკური, ამიტომ სტატიკური აქ 192, 168, შეგიძლიათ აქ 0 დაწეროთ, ან 1 ან 5 ან ანუ მოკლედ მე დავწერ ამ რიცხვს, თქვენ რაც გინდათ დაწერეთ. ახლა ამას გადავაკოპიერებ, რომ მეორესაც მივანიჭო. Enter-ს რო დაარტყავთ, აი აქ subnet mask-ი მიენიჭება ავტომატურად. ჯერ ამას არ მიექცევთ, მაინც ყურადღება. და გადავიდეთ ახლა აქ. აი ეს არის ლეპტოპი. აი ეს არის გამორთვა, აი ხედავთ, გამოირთო. ეს არის ჩართვა. აქაც კონფიგურაცია ზუსტად იგივენაირია, უბრალოდ აი ეს არის სხვა რა. აქაც Ethernet, ანუ Fast Ethernet 0-ია. ეს იყო IP, ამას მივანიჭე 1, ანუ 192, 168, 01, ამას მივანიჭოთ 02. Enter-ს დავარტყავთ, აი ეს ავტომატურად ჩაჯდება. ხო, ეხლა აი აქ მივიტანოთ ხილაკი რა მაუსი. აი ხედავთ, ანუ Fast Ethernet 0-ზე წერი API, ანუ ესე იგი ჩართულია და თან აქ IP მისამართი მინიჭებული. აი ესეთი რაღაცა გვაქვს, აი აქაც იგივეა ზუსტად. ეხლა თუ კარგად დააკვირდებით აი აქ კონფიგურაციაში, აი აქ არის MAC მისამართი მოწყობილობის ქსელის.
აი ეს არის კონფიგურაცია თვითონ IPv4-ის, აი აქ არის ქვემოთ IPv6-ის. ნუ IPv6 ჩვენ არ გვჭირდება. შეიძლება მომავალში ნახოთ. ნუ ჯერჯერობით არ გვჭირდება IPv4 გვაქვს. ნუ აი პრინციპში სულ ეს არის ამათი კონფიგურირება. ეხლა არის სიმულაციის რეჟიმი აი აქ, რომელიც გამოწიეთ აი აქ რა შეიძლება აი ესეთნაირად. ნუ პრინციპში კარგად არის გამოწეული ყველაფერი აი აქ არის ჩანს და შეგიძლიათ გაუშვათ სიმულაციაზე. აი ეს არის უკვე სიმულაციის გაშვება, რომელიც თავიდან დავიწყოთ. აი პაკეტები გაამზადოთ. ანუ როდესაც თქვენ გაქვთ კომპიუტერები, რომელიც სტატიკური IP-ია გაწერილი და ჩართავთ ამ კომპიუტერს, ეგრევე იგზავნება ARP პროტოკოლის პაკეტი. ARP პროტოკოლის პაკეტი იმიტომ იგზავნება, რომ შეატყობინოს, თქვათ, ქსელურ მოწყობილობას, თქვათ, switch-ი იქნება თუ ეს რაუტერი, რომ ვინ არის მიერთებული და რა IP აქვს აი ამ კომპიუტერს, რომელიც მიერთებულია. ნუ ამას მე ნახავთ. და ეს არის სიმულაცია, იხედავთ ერთმანეთში გაცვალეს და ნუ პაკეტი გადაესვა წითელი ხაზი. ნუ ეს იმას ნიშნავს, რომ ერთმანეთს რო გაუგზავნის პაკეტები და მივიდა, ანუ არაფერი რეაქცია არ ქონია. ამით დამთავრდა პრინციპში ეს სიმულაცია. აი აქ არის აი ესეთი გაგზავნა პაკეტის, ვაიბრეთ. აი აქ ეს კარგად დააჭირეთ ხოლმე ხანდახან. აი ეს არის ICMP პაკეტია. მოდი გავუშვათ სიმულაცია. აი ხედავთ, ჯერ ARP პროტოკოლის პაკეტი იგზავნება და მე უკან მოდის. ანუ ARP პროტოკოლი ზოგადად იმისთვის არის, რომ თუ თქვა თქვენ იცით IP მისამართი მოწყობილობის ან კომპიუტერის ან ლეპტოპის ან კიდევ რომელიმე სხვა მოწყობილობის, რომელიც ქსელშია ჩართული, თქვენ შეგიძლიათ დაპინგოთ. ანუ ეს არის პინგი ფაქტიურად. აი ესე მოკლედ ICMP ახლა ესე იმოძრავებს, თქვათ აი ამ ორ კომპიუტერს შორის. ანუ ეს გაუგზავნის ამას, ეს მე პასუხს გაუგზავნის და ესეთი მოკლედ მონაცვლეობა იქნება პაკეტების. აი ეს არის აი ამ პაკეტის გაგზავნების ესე ვთქვათ, რო შევწყვიტოთ delete და აი უკვე მუშაობდება. კიდევ რა არის აქ? აი მაგალითად შეგვიძლია დესკტოპში შევიდეთ, აქ არის command prompt-ი და ნუ პრინციპში აქ შეგიძლიათ დაპინგოთ მაგალითად, ეხლა მე ვარ აი ამ კომპიუტერში შესული და ეს დავპინგოთ. Ну, მოკლედ IP config we are box IP okay IP if config is IP config აბეთი ანუ ესენი არ მიდის ესე იგი IP config ეხლა მე წინა ბრძანებები რომელიც აკვირდეთ ეგ Linux-ის იყო მეთი გაუშვებს თუ არა, ნუ არ გაუშვა. ნუ IP config-ი, ანუ IP config-ი არის Windows-ის და ანუ გაჩვენებს რა კონფიგურაცია გვაქვს. აი პრინციპში აი გურეთ. ანუ fast ethernet-ი 0 არის ჩვენი მოწყობილობა ფიზიკური, რომელიც დაკავშირებულია უკვე Excel-ში. ნუ Excel-ში ერთი კომპიუტერი გვაქვს. ანუ ეს არის მოკლედ. ეს Bluetooth-ი არის, Bluetooth-ი ჩვენ არ აგვაქვს. აი ესეთი რაღაცა. ეხლა რა შეეხება დაპინგვას. ping მე თქვა IP მისამართს აგრიფავთ 168 0 და 2. ეხლა ურეთ ხო ეხლა მე სიმულაციის რეჟიმში მაყურეთ აი ესე უნდა ჩართოთ რომ ეს სიმულაციის რეჟიმი გაგრძელდეს. ეხლა ეს გაიგზავნა და აი გაჩვენებთ როგორ მიდის ეს პაკეტები. აი ხედავთ მივიდა
ეხლა ეს კიდევ უნდა გაუგზავნოს ესე თუ არ შეწყდა არა მივიდა ამან გააგზავნა მივიდა აი სიმულაციის რეჟიმში რა თქმა უნდა ეს ყველაფერი შედარებით ნელა ხდება ვიდრე რეალური დაპინგვა პრინციპში შეგვიძლია real time-ზე გადავთოთ და აი აქ გავპინგოთ ისე აი უბრალოდ უფრო სწრაფად მიდის ახლა აქ 1 მილიწამი უნდება დაპინგვას 1 მილიწამი ეს არის ძალიან კარგი სიჩქარე 9 მილიწამი 1 მილიწამი ეს ყველაფერი ვირტუალურია რა თქმა უნდა შეგვიძლია უკვე აი იქიდან გავპინგოთ ამასაც არის დესკტოპი command prompt-ი უბრალოდ აქ თავიდან შევხართ ეს სათხაცა ეგ არის აქ უნდა იყოს მაგრამ აქ არის ერთხელ დაარტყით enter-ი რომ სწორად ვილას დაждდეს ping 192 168 0 და 1 ანუ აი ამ კომპიუტერიდან პინგავ აი ამას როგორც ხედავთ შვენივრად იპინგება მიდის მოკლედ ესეთი გაცვლა გამოცვლა მოკლედ აი ეს არის პატარა ვიდეოები შევწერ მე და ეს პატარა ვიდეოები თაგისნით რაღაცებს ეხლა პრინციპში მე მოვრჩები ეს არის მოკლედ ეს გააკეთეთ სახლში და ესე პატარ-პატარა ვიდეოებით, პატარ-პატარა ბიჯებით რაღაცებს ვისწავლით. მოკლედ ეხლა მე და გემშვიდობები და მომავალ შეხვედრამდე.